ახლა გავაკეთებთ გაშლას, რამდენად ექვემდებარება თქვენი ურთიერთობა რეანიმაციას. ეს გაშლა არის ტრანზირებული ურთიერთობისთვის, ვინც ხართ დაცილებულები, ან შეიძლება არც იყოთ დაცილებულები, მაგრამ გრძნობთ, რომ ყველაფერი იმსხვრება. ნახეთ შე რა ენერგიებში ხართ თქვენ. რაღაცა ტყუილის მსხვერპლად გრძნობთ თავს. თავს გრძნობთ მოტყუებულად, ან შეიძლება მართლა მოტყუებული იყოთ და აი ამის შემდეგ აქ რაღაცა ტრანსფორმაცია მოხდა თქვენში. ხო, ნუ ეს თქვენ საყვარელ მამაკაცს ეხება, ეს არ არის სხვა სფერო. რა ენერგიებშია თქვენ ჩაფიქრებული ადამიანი? ამას აქვს ნამდვილად აქ რაღაც საიდუმლოებები. ნახეთ ქურუმი ქალი, რაღაცა ახალი, რას ეხება ეს? სიახლე, გრევა, რაღაცა დაენგრა. თითქოს მთელი სამყარო დაენგრა ახლა. ფინანსური კრიზისი შეიძლება გქონდეს, გამოსავალს ეძებს და გამოსავალი ზოგმა ნახა წასვლაში, თქვენგან ზოგი სადღაც წასვლას გეგმავს, ანუ აი არ ვიცი, რაღაცა წასვლა. ვინც უკვე წავიდა, ხო წასვლა, ვინც არა და ხო გეგმავს, ვინც არა და შეგვიძლია რაღაცა სხვაგან გადასვლა, გადმოსვლა, ჩასვლა და ასე შემდეგ. ნახოთ ეხლა თქვენ შორის რა ხდება დღესდღეობით. ურთიერთობა ტრანსფორმირდა, კი აქ რაღაცა შეიცვალა, თითქოს იყო ბევრი პერსპექტივა, რაღაცა არჩევანი თუ ამ ურთიერთობასთან დაკავშირებით თუ როგორ წაგეყვანათ ეს ურთიერთობა, მაგრამ ეხლა ხართ არჩევანში ორივე. ეს არკანი ეხება ორივეს თითქოს როგორც ბედის ბორბალი შეტრიალდება. ისე აპირებთ მოქმედებას, მაგრამ აქ თითქმის მოხდა ყველაფერი. და ეს მოხდა სამართლიანად. რა გახდა ამის მიზეზი? აქ ჩაფიქრებული პარტნიორი არის იმედგაცრუებებში, რასთან დაკავშირებით? რაღაცა ეშმაკი დამოკიდებულებები არ ასვენებს, ქათეხილი გული. ეს თითქოს დამოკიდებულია ნეგატივ ნეგატივ ემოციებზე. არის ეს ფსიქოლოგიურად ერთ-ერთი რაღაც ცოტა პატარა გადახრა. ვნახოთ, ექვემდებარება თუ რეანიმაციას რა შეიძლება მოხდეს აქ. აქ თქვენზე დამოკიდებული, თქვენ უნდა იყოთ ძლიერი, თქვენ უნდა იყოთ ინიციატორი ყველაფერი ახლის. და თქვენ არ უნდა გაუშვათ ეს ურთიერთობა, თუ რა თქმა უნდა გჭირდებათ ასეთი ურთიერთობა, სადაც თქვენ გიწევთ ბრძოლა. მადლობა ყველას. პირადი კონსულტაციებისთვის მომართეთ აქტუალობაში მითითებულ ნომერზე, ვიბერზე ან ვატსაპზე. ყველას ბედნიერი დღე.